აჭარისა და საქართველოს დამსახურებული არტისტი იური ცანავა დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მსახიობი ფერის სასაფლაოზე დაკრძალეს. ცანავა ბათუმის დრამატულ თეატრში 1945 წლიდან მოღვაწეობდა და ამ ხნის განმავლობაში კინოსა და თეატრში 200-მდე როლი აქვს შესრულებული. მიღებული აქვს იუსუფ კობალაძისა და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიები. 2010 წელს მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება. საქართველოსა და აჭარის დამსახურებული არტისტი იმ შენობიდან გააცილეს, რომლის სცენაზეც თითქმის 70 წელი იდგა. ბათუმის დრამატულ თეატრში მსახიობს დილიდან ემშვიდობებოდნენ კოლეგები, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები, რიგითი ბათუმელები და თაობა, რომელიც თეატრში მის თვალწინ დაიბადა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც მართლა ეპოქას შექმნა ბათუმის თეატრში, ქართულ თეატრში. ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი თაობა აღზარდა და ადამიანი, რომელმაც ძალიან დიდი კვალი დატოვა არა მარტო ჩვენს მეხსიერებაში, არამედ მეგონი ჩემი თაობის მეხსიერებაშიც, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან კაი პირიქით დამრიგებელი ადამიანი, რომელსაც უყვარდა თავისი საქმე და ყველას გვერდში ედგა თაობებს, რომლებიც მოდიოდნენ თეატრში და ფეხსით გამდნენ ამ სცენაზე. მეორე თაობის მსახიობებიდან, აი როგორც იყო ბატონი იუსუფი, ბატონი მურადი, უკვე მოდის ეს თაობა, რომლის წინამძღოლი იყო გასაკვირველი, აი ქალბატონ ნინოსთან, ბატონ მამუჩაის თაობა პლეიადა, რომელთანაც მე მუშაობდი, ეს არასოდეს მე არ დამავიწყდა. საერთოდ არასოდეს არ ვლაპარაკობთ იმაზე. მე-12 ღამეში მარვოლიო დახუნდა რა კოლხეთის სისხლში გენერალი მაზნიაშვილი. ეს ის როლებია, რომლებიც ოქროს ასოები ჩაიწერა არა მარტო ბათუმის ისტორიაში თეატრალურის, არამედ საერთოდ ქართული თეატრის. ის არ იყო მარტო ბათუმელი მსახიობი, ის იყო მსახიობი, რომელსაც საქართველოსთვის რაღაცა გაკეთებული აქვს. ღირსების ორდენის მფლობელს 16 წლიდან გარდაცვალებამდე 200-მდე როლი აქვს შესრულებული. გენერალი მაზნიაშვილი, გოგია, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს. სანამ ურემი გადაბრუნდება, მეძევე, ტევიე და სხვა. იური ცანავა ბოლო წლებში მაყურებლის წინაშე რეჟისორის ამპლუაშიც წარსდგა. მისი რეჟისორობით ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა სპექტაკლები კალიფორნიული სუიტა, ოჯახური იდილია. საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის 2011 წელს მიღებული აქვს პრემია. მსახიობს შესრულებული აქვს როლები კინოფილმებშიც, ფესვები, როგორ ვიცოცხლო უშენოდ, ზღვის შვილები, მე მოვედი და სხვა. იური ცანავას მიღებული აქვს იუსუფ კობალაძის და მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიები. 2010 წელს მიენიჭა საპატიო ბათუმელის წოდება. ბათუმის დრამატული თეატრის წინ კი მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. მინიჭებული ჰქონდა სცენის ოსტატის კატეგორია. არაერთხელ დააჯილდოვეს მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის. მსახიობი 85 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. იგი ფერის სასაფლაოზე დაკრძალეს.